ქედისგან 60 კილომეტრის დაშორებით სოფელი დანდალო მდებარეობს. ქედის რაიონის ეს ულამაზესი სოფელი თავისი ტერიტორიული მდებარეობით და ისტორიული წარსულით გამორჩეულია. ასე რომ, ერთად ვიმოგზაუროთ სოფელ დანდალოში და უკეთ გავიცნოთ მისი ისტორია. დანდალოს თემი ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც 7 სოფლისგან შედგება. მას აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ცხმორისის თემი, სამხრეთით სოფელი მერისი და ჩრდილოეთით გურიის მთები ესაზღვრება. დანდალო ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული, სადაც 670 კომლი ცხოვრობს. განმარტება სხვადასხვანაირია, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობამ ეყრდნობა ეს არის საბა სულხან-ორბელიანის სიტყვის კონაში შეტანილი სიტყვა დანდალი. საბას მიხედვით დანდალი ნიშნავს კიბის გვერდების შემაერთებელ ძელს, აგრეთვე ნიშნავს ურმის ბორბლების შემაერთებელ სახიდარს და დანდალს აქვს კიდევ მეორე განმარტება პირის მახე, ანუ ლაგამი. მეცნიერების დაკვირვებით პარალელი დაკავშირებულია სწორედ ამ სოფლის სახელისა ამ სიტყვებთან. როგორ ახლა ხიდს დავაკვირდებით, ის აერთებს ორ ნაპირს, როგორც სახიდარი ბორბლებს. ამავე დროს კიბის საფეხურების დამაკავშირებელი ნაწილი, ძელია, იმასავით არის დამაკავშირებელი ორი ნაპირისა. და მესამე, უწინ წყალდიდობები ძალიან ხშირი ყოფილა, ზოგჯერ ისეთი წყალდიდობაც იქნებოდა, რომ კაცი ვერ გავიდოდა ერთი ნაპირიდან მეორეზე. ესე მაშინდელმა ქართველებმა, ალბათ დანდალოელებმაც რა თქმა უნდა, ამოსდეს ლაგამი მდინარეს და დაიმორჩილეს. და რადგან დაიმორჩილეს, ესე იგი თავის სამსახურში ჩააყენეს, ამიტომ ქვია დანდალო. რაც შეეხება ახლა ისტორიულ მხარეს. დანდალო ალბათ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უიშვიათესი სოფელების გაერთიანება, რომელშიც წარმართობის დროინდელი კვალიც არსებობს. ეს არის ადგილის სახელით შემორჩენილი ქვაკაცა და იქ აღმოჩენილი გასული საუკუნის 50-იან წლებში აჭარის სახელმწიფო მუზეუმმა აღმოაჩინა ორი ტანსზევითა ფიგურა ადამიანის. ეს ფიგურები დღეს მუზეუმში ინახება. ეს არის წარმართული დროინდელი ნაკვალევი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მოგეხსენებათ, ეს მხარე აჭარა გაქრისტიანდა პირველი საუკუნიდან და რა თქმა უნდა ძველთა ძველი ქრისტიანული მხარეა საქართველოში. დანდალო ნამდვილად ისტორიული სოფელია. დანდალო წერილობით წყაროებში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან გვხვდება. დანდალო იყო საზღვარი არა მხოლოდ ორი ქრისტიანული სამწყსოსი, არამედ ზემო და ქვემო აჭარის საზღვარი გახდა დანდალო. სწორედ აქ ხდება ერთი შეხედვით თითქოს ერთნაირი, მაგრამ მაინც განსხვავებული ზემო და ქვემო აჭარის ტრადიციების შერწყმა. დანდალოში 400 მიკროტოპონიმი გვაქვს დანდალოში, მათ შორის პროფესორ იური სიხარულიძეს 200 აქვს აღნუსხული. საინტერესო ტოპონიმებია დანდალოში, იგივე მათენაური, კოლოშნარი, კემისი, ზენთაური, თუ რომლებიც ისტორიული ყურძნის ჯიშებიდან მომდინარეობს ეს სახელები. საინტერესოა ტოპონიმი ნაჯვარევი. სავარაუდოდ ნაჯვარევში ხის მონასტერი მდგარა, სამწუხაროდ მას ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ ყალივაკის ციხე მე-13-მე-14 საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული. ყალივაკის ციხესთან ფაქტობრივად, რომელიც ახლა მთლიანად ტყითაა დაფარული, მისვლა მოუხერხებელია. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თამარ მეფემ ჯარი ჩააყენაო და აჭარის წყლის პირიდან, ისე რომ ქვები ხელიდან ხელში აძლიეს ჯარისკაცებმა, ისე აზიდეს ციხის ტერიტორიაზე ქვები და ისე ააშენეს ციხეო. არსებობს კიდევ სხვა კულტურული ძეგლი მე-13 საუკუნისა სამცხე-საათაბაგოს
სამღვდელოების სამრევლოთა აღწერილობა. ამ აღწერილობაში წერია, რომ დანდალო იყო საზღვარი ტბეთისა და ქუთათლის სამწყსოებს შორის. დანდალოს ზემოთი იყო ტბეთის სამწყსო, ხოლო დანდალოს ქვემოთი ქუთათლის სამწყსო. ეს არის პირველი ხსენება. რაც შეეხება დანარჩენ მომდევნო ისტორიას, გაირკვა, რომ მთელი აჭარაცა, მათ შორის დანდალოც, ოსმალებმა დაიპყრეს მე-16 საუკუნის 50-იან წლებში და არა მე-17 საუკუნის დასაწყისში, როგორც აქამდე იყო ისტორიაში ცნობილი. ეს ფაქტი დასტურდება პროფესორ ზაზა ნეკაშიძის მიერ აღმოჩენილი დავთრების მიხედვით. ქვია აჭარის მცირე და დიდი დავთარი. ამ დავთარში წერია, რომ ოსმალების შემოსევის შედეგად აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვეტილა. შემდეგ მიდიოდა ჩვეულებრივი ცხოვრება, მკაცრი იყო პოლიტიკა, სამუსლიმანო პოლიტიკა აჭარაში, მაგრამ უმკაცრესი არა. მალულად ახერხებდნენ მოსახლეობა, რომ ქრისტიანობა შეენახათ. დანდალო ისტორიული სოფელია ნამდვილად. დაახლოებით მე-8 საუკუნიდან არის ცნობილი წყაროებში დანდალოს სახელწოდება. დანდალოს თემში შედის 8 სოფელი. ესენი არიან ხარავლა, ჯალაბაშვილები, გორგივლი, ბალაძეები, ოტოლაძეები, არძენაძეები, ტაკიძეები, გოგიაშვილები. აი ეს სოფელი სადაც ახლა ვართ ჩვენ. გადმოცემით ცნობილია, რომ აქ ცხოვრობდა ვინმე გოგია, რომელიც ჩამოსული იყო ქართლიდან და გააგრძელეს ცხოვრება მისმა შვილებმა. და ამიტომაც ეს გვარი წარმოიშვა გოგიაშვილები. გოგიას შვილები ცხოვრობდნენ. აქედან დარჩა სოფლის სახელწოდებაც და გვარის. ოღონდ ეს გვარი გოგიაშვილების შთამომავლობა მთლიანად შემდეგ დაიკარგა და ამ სოფელში მცხოვრებლები სხვადასხვა გვარები აგრძელებენ ამ სოფლის გვარს. მათ შორის ჩვენი გვარიც. გოგიაშვილი მოდის აქედან. არძენაძეები, აბულაძეები, ბალაძეები, ბერიძეები ბლომად არიან და ასე შემდეგ. ჩემი სოფელი მიყვარს, იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, მთიანი აჭარისა და ქვემო და ზემო აჭარის გამყოფი. ისტორიული დანდალოს ხიდი, რომელსაც თამარ მეფის ხიდს ვეძახით, როგორც ყველგან იმ პერიოდის ხიდებს. და ეს არის სწორედ გამყოფი ზედა და ქვედა აჭარისა. აქ ტარდებოდა შეკრებები, გამოსვლები და სხვადასხვა ისტორიული საკითხების გარჩევა იყო აქ ზემო და ქვემო აჭარის საკითხებთან დაკავშირებით. როლის ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი სოფელი დანდალო, ამ სოფელში 3 ისტორიული ძეგლია: კავიანის ციხე, ყალივაკის ციხე და თამარის შესანიშნავი ხიდი, რომელიც დღემდე უნიკალურად არის შემონახული. ამასთან მე თვითონ მეამაყება ის, რომ ამ სოფლის შვილი ვარ და მეამაყება ის, რომ ჩემი წინაპარე წმინდა თევდორე აჭარელი გახლავთ აი ეს პირველი თევდორე ავალიანი, ვინც ჩამოსახლდა აი აქ და აქ დასახლდა და მისი ნამრავლი დღესაც ცხოვრობს აჭარაში. პირველი რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, დანდალოს ცნობილი ხიდია, რომელსაც ადგილობრივები მე-12 საუკუნით ათარიღებენ და მის მშენებლობას თამარ დედოფალს უკავშირებენ. ხიდი თხელი თაღით და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ეს ხიდი უიშვიათესია თავისი არქიტექტურის თვალსაზრისით და დაცულობის მხრივად. საქართველოში ანალოგი ერთი აფხაზეთში ყოფილა და მეორე არქიტექტურული თვალსაზრისით მახუნცეთის ხიდს ამსგავსებენ კიდევ. ხიდის დაარსების შესახებ ორი აზრი ფიგურირებს. ერთი, რომელიც ეკუთვნის ხიდების სპეციალისტ მშვენიერაძეს, რომელიც ამბობს, რომ ეს ხიდი აგებული უნდა იყოს ადრე ფეოდალურ ხანაში, ანუ მე-6, მე-7 საუკუნეში. ხოლო მეორე აზრი არსებობს კიდევ, რომ ხიდი არის მე-12 საუკუნის.
ამ მეორე აზრს უჭერს მხარს გადმოცემა. ხალხი ყოველთვის ამბობდა და ამბობს, რომ თამარის ხიდია და თამარი მოგეხსენებათ მე-12-13 საუკუნეში იყო. ოსმალოს მოუწყვია თავსაკვეთი ან ამ მხარეს, ან იმ მხარეს. მერე დაუწყვიათ ხატები ხიდზე და მიუციათ განკარგულება. ვინც ხატებზე გადაივლიდა და გავიდოდა მეორე მხარეს, ის დარჩებოდა ცოცხალი, სხვა ყველას გაჟლებდნენ. მოკლედ, ხანგრძლივი საცალფეხო გზის გავლის შემდეგ, როგორც იქნა მოვაღწიეთ კავიანის ციხემდე, აქ მოსვლა ნამდვილად არ არის ზიოლი, თუმცა ამ ციხის ნახვა მე ვფიქრობ აუცილებლად ღირს. მდინარე ჭვანისწყლისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს კავიანის ციხე მდებარეობს, რომელსაც როგორც სხვა ციხეებს ზემო აჭარაში საგუშაგოს ფუნქცია უნდა ჰქონოდა. სწორედ ამ ციხიდან ატყობინებდნენ მეზობელ სოფლებს საზღვრიდან მტრის შემოსვლას. მე ახლა სწორედ შემორჩენილი ციხის ნანგრევებთან ვიმყოფები, სადაც შედარებით კარგად ციხის ეზოს აღმოსავლეთი კედელია შემონახული. მისი სიგრძე დაახლოებით 7 მეტრი, სიგანე კი 5 მეტრი იქნება. კავიანის ციხე მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემის სოფელ ჯალაბაშვილებში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ის აშენებულია სავარაუდოდ მე-12-13 საუკუნეებში. ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თამარ მეფის პერიოდს მიაწერენ ისტორიკოსები. რაც შეეხება სახელწოდებას, კავიანის სახელწოდება ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით იმიტომ ქვია კავიანი, რომ კავებით ამოდიოდნენ ადამიანები, ისეთი რთული მისასვლელი იყო. არის მეორე ვარიანტი, დიმიტრი ბაქრაძის აზრით, სიტყვა კავიანი უკავშირდება ქავს, რაც გალავანს ნიშნავს. ამ ადგილს აქ იყო სოფელი ძველად, რომელსაც ალბათ თურმე ერქვა კავიანი და თან იქ მოხსენიებულია, რომ კავიანი არის დაცარიელებული, უკაცრიელი. როცა რუქნადინი წამოსულა თამარის დამუქრებია თამარს და უთქვამს, შემოუთლია, რომ თუ არ დამნებდები, მაშინ ხარჭა დაგისვამო. თამარი წამოსულა აჭარისწყლის ხეობით, აქედან მიდიოდა ვარზიაში, დადევნებია რუქნადინი თავისი ჯარით, თამარი ამოსულა აი აქ ქვევით, რომ მინდორი იყო, ღვანტაური ქვია, ღვანტაურის ტერიტორიაზე დაბანაკებულა, ხოლო რუქნადინი დინარის მარჯვენა სანაპიროზე, ხიჭაღურის ტერიტორიაზე დაბანაკებულა, როცა დილით გართენდა და კარავიდან გამოვიდა რუქნადინი, მის ფეხებთან დაეცა ისარი. ისარზე იყო წერილი მიმაგრებული, სადაც ეწერა, თუ ახლავე არ დატოვებ ჩემს ტერიტორიას, სიცოცხლეს სიცოცხალი ვერ გადაარჩევიო. შემდეგ რუქნაძის მოახსენეს მისმა მხლებლებმა. აი ამ ადგილზე ზუსტად არავითარი შენობა არ იყო და წუხელი ღამით თამარს ციხესიმაგრე აღმართავსო. ამის შემდეგ უცებ ისრებმა გაიზუზუნეს და თამარის ისა რა ქვია, ნუქრადინის ჯარის თავზე აუარებელმა ისარმა გაიზუზუნა. მაშინ შეშინებულა რუქნადინმა სასწრაფოდ აყარა თავისი ბანაკი და წავიდა გაეცალა აქაურობას. ასეთი თქმულება არსებობს.
სოფელში მდებარე სოფელ ხარაულაში ქართული ენის პედაგოგს ქეთევან საფარიძეს ყველა კარგად იცნობს. გარდა იმისა, რომ ის აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, სკოლაში ფოლკლორისტთა კლუბი აქვს შექმნილი. მის მიერ დაარსებული სასკოლო მუზეუმი მთელ დანდალოს ისტორიულ წარსულს ასახავს. გამარჯობა, ქალბატონო ქეთო. გამარჯობა. როგორ გრძანდებით? მადლობთ, კარგად. თავად როგორ მუშაობთ, როგორც ხედავ. მანდა მუშაობთ. ქალბატონო ქეთო, ეს არის მუზეუმი, სკოლაში არსებული მუზეუმი და მოგვიყევით აბა, აი როდის საიდან იდეა რომ გაგეხსნათ ეს მუზეუმი და რა ნივთები ინახება დღეს და თან რა დაგვათვალიერებინოთ? რა თქმა უნდა, ეს გახლავთ სკოლის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის შექმნის იდეა 1975 წლიდან დავისახე. მუშაობდი შეუქმნელია აქა ნორჩ ფოლკლორისტთა წრე და აი ამ მოხუცებულებთან და სოფლებთან და სოფლის გარეთ ურთიერთობამ გააჩინა იდეა იმისა, რომ გარდა ზეპირსიტყვიერი ნიმუშებისა შეგვეგროვებინა ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის აი შესაბამისი ექსპონატები. და რაც თორედ სოფელ დანდალოს ისტორიას ასახავს აქ არსებული ნივთები, როგორც ვიცი. ანუ ჩვენი წინაპრებისას, იმიტომ რომ იმდენად საჭიროა მუზეუმი სკოლისათვის და საერთოდ სოფლისაც და ყველასათვის, რომ საჭიროა კარგად აწყო, რომ კარგად გაიგო, უნდა იცოდე კარგად წარსულს. ეს არის ძალიან საინტერესო, ქალბატონო ქეთო. გვარდა, ეს რო ცოტა მოგვიყვეთ ისტორია. ექსპონატი გახლავთ კარაქის სადღვები, რომლის ორნაირი აი ხო, მე ეს მინახავს სოფლებში და აი ეს პირველად ვნახე თქვენს მუზეუმში. აი აქ მე შევეცები რამდენად რაც ქვია, აი იმ სახელით მოგაწოდოთ. აი ეს გახლავთ გვარდა, სადაც იდღვებება კარაქი, მაგრამ ვარია. დიახ, ვარია, დიახ, ვარია უпроსტად. აი ჭერიდან თოკით დამონტაჟებული უпроსტად აი აქა და მოხუცებულები აქანებენ აგერ ამას და ასე შემდეგ და მათი წრიული მოძრაობით იდღვებება კარაქი, მაგრამ ეხლა მეორე კიდევ ანალოგიური არის ესეც, მაგრამ ეს განსხვავდება კიდევ თავისი ფორმატითაც და თავისი აგებულებითაც. რა თქმა უნდა, ეს უფრო შრომატევადია ვიდრე ეს, იმიტომ რომ ჯდას აი ამის მუშაობის პროცესში და ისე იდღვებება კარაქი და ამას ორი ადამიანი მინიმუმ სჭირდება, რომ იქეთ-აქეთ კი, გვინახავს. ეს არის ძალიან საინტერესო, ასევე აქ რა ხდება? იმისათვის, რომ როდესაც ისტორიაში ან სხვა მასალას რომ ბავშვებს თემას ვასწავლით, გლეხის ოჯახი, თქვათ, აი ბავშვებს წარმოდგენა ჰქონდეს, რომ გურიის გლეხის ოჯახი როგორი იყო, ამ ეთნოგრაფიულად განსხვავდება ამ კუთხის გლეხის ოჯახი, იქაური ყოფა ცხოვრებისგან, ანუ ზუგერთში, რაჭაში, ლეჩხუმში და ასე შემდგომ. გვაინტერესებს აი დანდალოში რა აღმოჩნდა, რომელსაც ინახავთ და გეამაყებათ, რომ ამ მუზეუმში არსებობს ეს ნივთი. აი რომელი ნივთი ასახავს წარსულს? აი ეს ასახავს წარსულს, რა თქმა უნდა, ამას ქვია ჩამური? ჩამური თუ ჩომური, ახლა მე ვიცი რომ ჩამური ქვია. მაგრამ აი ეს იმიტომ ეს არის აქ მზადდება ამაში კერძი, რომელსაც კორკოტი დია. გარდა ამისა კიდევ აი ეს ნივთი, რომელსაც ქვია ტაბო, ანუ სოქს რომ ვეტყვით დღეს ჩვენ ხეხილის წვენის გამოსაყვანი. ეს არის საპატარძლო კუთხე, როგორც ხედავ. აი მოგვიყევით, ასე გამოიყურებოდნენ აქ მცხოვრები ქალბატონები წლების წინ, როცა ცხოვრდებოდნენ, ასე იმოსებოდნენ ხოლმე? რა თქმა უნდა, ასე იმოსებოდნენ. ჯერ როგორც აღნიშნეთ, აი ეს არის იმიტაცია, ანუ აი პროცესი უკვე როგორ გამოიყურებოდა ოდითგან პატარძალი იყო აი ამგვარ კუთხეში, აი მისი ჩაცმულობა, აი მისი მოსართავი, აი პირბადე, რასაც ექვია. ეს არის იმიტაცია, ასე ვთქვათ. აი
ძველად აი პატარძალი. ან ძივი და ასე შემდეგ. მოკლედ ქალბატონო ქეთო, დაგემშვიდობებით, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. წარმატებას გისურვებთ და მინდა რომ ეს მუზეუმი უფრო გააფართოვოთ და უფრო მეტ ადამიანს აჩვენოთ. იმედია ჩვენი გადაცემაც დაგეხმარებათ ამაში, რომ ამოვიდნენ და ნახოთ. სოფელ დანდალოში ტაკიძეების უბანში უძველესი ლაზური ტიპის სახლი გვხვდება, რომელიც 1897 წელს აუგიათ. სახლი ისმაილ ბეგ ავალიანს ეკუთვნოდა, რომელიც 1927 წელს დახვრიტეს. უძველესი სახლი თავისი არქიტექტურით სხვა სახლებისგან გამოირჩევა და მიუხედავად საუკუნის ისტორიისა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. საინტერესოა, როგორ გამოიყურება სახლი. მოდით შევიდეთ. გამარჯობათ. მადლობთ. თქვენ ბრძანდებით როგორც ხედავ ბატონ ისმაილ ავალიანის შთამომავალი, რომელიც კი ბატონო. მე პატრონე. ნოდარი ავალიანი. ბატონ ნოდარ, მოგვიყევით აბა, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ოთახი. ამ სახლის შემადგენელი ნაწილი. მოგვიყევით, რამდენი ოთახისგან შედგება ეს უძველესი სახლი, ვინაა? მთლიანად სახლი შედგება 4 ოთახისაგან და ამ ოთახში ერთი ისაა გაკეთებული აგრე. ბუხარი. ალბათ ყველა ოთახს ჰქონდა თავისი ბუხარი. აქ 3 ოთახში იყო და ერთი ბუხარი დაბლა იყო. მოგვიყევით, აბა ვინ ააშენა და როგორია არქიტექტურა თქვენი სახლის? ეს მუშები იყვნენ ლაზების აშენებული. ლაზების, ხო, დიახ, ლაზების აშენებულია, მთლიანად ეს ყველაფერი გარეთა ნაწილიც და ეს ბუხრებიც. გასაგებია და ყველაზე საინტერესო ოთახი, როგორც ვიცი, არის ეს. სადაც არის უძველესი ბუხარი. დიახ, ეს არის უძველესი ბუხარი. ესეც ალბათ 100 წელზე მეტი ხნის არის. 120 წლის. 120 წლის. გასაგებია. 120 წლისა ეს. ქვები ამოზიდულია წონიარისიდან. წონიარისიდან აქ ამოტანილია ყველაფერი და ქვის მასალა და ხეტყის მასალა მოტანილია ახლოს საწყებოდან. და კარგად შემოინახა თავი ამ სახლს. აღარ თქვენ ხედავთ ალბათ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში დიდი ხანია ვეღარ ვცხოვრობთ, ისე გვაქვს მეზობელთან გვაქვს გასაღები მიცემული და მოდის და უყურებს. დანარჩენ შემთხვევაში ამოვდივართ თვეში ერთხელ, მაინც რაღაცებს ვაკეთებთ. ალბათ ბევრი აქ სოფელში ამოსული სტუმრის ყურადღებას. კი ბატონო, კი. თუ ყოფილან ისტორიკოსები ან ტურისტები, რომლებსაც მაგალითად შემოუთავაზებიათ, ან გადაღებათ უნდათ, ან აღწერა, კვლევა. აქ იყო თბილისის ორგანიზაცია მოსული, თბილისიდან ჩამოსულები და ამ სახლი ძალიან მოეწონათ და მოითხოვეს ამის გადატანა, მაგრამ ჩვენ ვერ იმეტებთ მამა პაპისეულ სახლს, რა თქმა უნდა, ეგ ბუნებრივია და ალბათ გინდათ რომ შთამომავლებმა კი ბატონო მოუარონ, რაც თავარია და შეინარჩუნონ თავიანთი ისტორიული წარსული. კარგით, მე დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მოგვიყევით, დაგვათვალიერებინეთ თქვენი სახლი. ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. კარგად ყოფნას გისურვებთ. იცოცხლეთ. დიდი მადლობა.
განსაკუთრებით უყვართ, ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ ერთ-ერთი ქედელია ზურაბ ავალიანი, რომელიც არ ღალატობს ტრადიციას და სოფელ დანდალოში გამორჩეული მარნის მფლობელია. ის 23 ჯიშის ყურძენსუვლის და მის მიერ დაწურული ჩხავერი და ცოლიკაური არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ სოფელში ამოსულ სტუმრებსაც ვერ ტოვებს გულგრილს. გამარჯობათ, ბატონო ზურაბ. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? შემოგესწარით ესე ალაგებთ როგორ ხართ? კარგად. რას აკეთებთ მეთქი? არ გეტყვით, იმიტომ რომ ხედავთ და თან ასეთი მარნის მფლობელი ხართ შესაბამისად. ვემზადებით მოსავლისათვის და წინასწარ უნდა დამზადდეს, გასუფთავდეს. რამდენი ქვევრი გაქვთ ბატონო ზურაბ? 19 ქვევრი გვაქვს. 19 ქვევრი და აქ როგორც ვიცით, ძირითადად ცოლიკაური და ჩხავერი. ცოლიკაური და ჩხავერი ზურაბა ძირითადად. კი ბატონო. და ახლა არის დასუფთავების პერიოდი. დასუფთავების პერიოდი კი აქ მილო მქონდეს დავაბინავი სხვაგან და მე მჯერა რომ ძალიან ნაყოფიერი და ესეთი. აქ არის 19 ჯური, საერთო 8 ტონამდე არის სურჭელი. 8 ტონამდე. როდის დაიწყეთ და რატომ გადაწყვიტეთ რომ მარანი გქონოდათ და რამდენი ხანია რაც ეს მარანი არის ამ სოფელში? ძირითადად მეღვინეობა ჩემი ოჯახი ტრადიციულად ეწევა, ისტორიულად, ალბათ მამაპაპი დამოსვამს, მაგრამ გადაწყვიტე მარნის გაკეთება და ოფიციალური სახის მიცემა ჭურების ჩაყრა 3 წლის უკან. და მე მინდა რომ ერთგვარად სტიმული მივცე ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, ჩემი კუთხის შვილებს, ყველა ქართველს რომ ყველა მიქონიოს ჭური, თუ 19 წელს ჩაფლავს გარკვეულწილად დაიწყოს პერიოდულად და აღორძინდეს ქართული სული მინდა რომ აღზრდეს და ქართული. ძალიან კარგი მჯერა ეს ყველაფერი მართლაც მოხდება. აქეთ რა ხდება ბატონო ზურაბ? აქეთ ტრადიციულად მეგობრები, ახლობლები, სტუმარი, ვის მოგზაურდება, ვაგებოვნებთ ღვინოს, ლოცავთ სოფელს, ვიძახით უფლისადდებელს, როგორც ქართველებს შეგვეფერება. ესე იგი აქ რომ გესტუმრებით, შეგვიძლია დავაგემოვნოთ თქვენს მიერ დაწურული ღვინო. ამჯერად რომელ ღვინოს? ეს არის ჩემს მიერ დაწურული საფერავი. აქ ტრადიციული. მაშინ აი კავლაკებში. ეს არის საფერავი. ეს არის საფერავი. როგორი ხასხასა? ხასხასა დიახ, სულელოვანი. დიდება უფალს. დიდება უფალს და დავლოცოთ თქვენი სოფელი. მე დაგავდავოცო ისტორიული სოფელი. მინდა უსურო ყველა დარაოში ცხოვრებს სიკეთე, ბედნიერება და ზოგადად მინდა საქართველოს სოფლად მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დავლოცო. ნამდვილად გიერთდებით და მინდა რომ ყველა კარგად იყოს. დანდალოში არის მინერალური წყალი, რომელსაც კემისის წყალს ეძახიან. ის ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ მის საწარმოებლად დაინტერესებულმა ადამიანებმა სპეციალური მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საამქრო ააშენეს. უკვე 1 წელია კემისი ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდა. მინერალური წყალი არის სოფელ ბელაძეებში, ისტორიული წყალია. ხალხი ეზიდება ამ წყალს დასალევად, ღვიძლის, უჭნაწლავის, C ჰეპატიტის სამკურნალოდ. და ძალიან დიდი მოთხოვნა ამ წყალს
შესაბამისად მომხმარებელიც ძალიან დიდი გვყავს. სახელი კემისი გამომდინარეობს სოფელ ბალაძეებში არის პატარა დასახლება, სადაც ქვია კემისი, ასოცირდება წითელ მიწასთან და შესაბამისად დავარქვით სახელი კემისი. 3 წლის უკან ამის იდეა გაგვიჩნდა, რომ ეს წყალი გვეწარმოებინა და იყო ეფექტური და ძალიან სასარგებლო მინერალური წყალი. ქარხანა აშენებულია 2 წელია, მაგრამ როგორც ჩამოსვლა ფუნქციონირებს 1 წელია. დაინტერესებული არიან ხაზიმ ბალაძე, ანზორ მალაღმაძე, ლევან ძნელაძე. გაუჩნდათ იდეა, რომ ჩამოესხათ მინერალური წყალი კემისი. დასაქმებული ჰყავს 10 ადამიანი და ძირითადი ბაზარი არის საქართველოს ტერიტორიაზე. სოფელ დანდალოში ერთ-ერთი ცნობილი პოეტია, რომელსაც 6 კრებული აქვს გამოცემული. მისი ლექსების უმრავლესობა სიყვარულს და სოფელს ეძღვნება. 73 წლის პოეტი ახლაც ახალ კრებულზე მუშაობს. გამარჯობათ, ბატონო გურამ. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? მადლობთ, ისოცლეთ. ტკბილად მოგესალმებით, ახალგაზრდა ნათია, შენი სახე მაისის მზის შუქივით ამთი. ძალიან დიდი მადლობა. ეს ალბათ იცოდით რომ მოვდიოდი და მე ამ წამსვე შემიძლია ვთქვა, რადგან ბავშვობიდან ექსპრომტული ნიჭითაც დაჯილდოებული ვარ და ამავე დროს მაქვს ხატრული სიტყვის უნარი. ზუსტად აი ამ ნიჭზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ბატონო გურამ, პირველად რამდენი წლის იყავით ლექსი რომ დაწერეთ და დღემდე რამდენი კრებული გამოეცით და რას აპირებთ სამომავლოდ? მე გითხარით, რომ მერვე კლასში ვიყავი, რომ პირველი ლექსი დავწერე და გამოვაქვეყნენ რაიონულ გაზეთში, რომელსაც ერქვა კოლმეურნო. მას შემდეგ ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა იმ დროინდელ საბჭოთა აჭარაში, ნორჩ ლენინელში, სახალხო განათლებასა და სოფლის ცხოვრებაში, თბილისში ბეჭდავდი. ჩემი შემოქმედება მეტნაკლებად აისახა 6 წიგნში. დაწერილი მაქვს 2 პროზაული და 4 პოეტური კრებული გამოქვეყნებული. სახელებსა დავასახელოთ თუ ასაჭირო. პირველი ცვრიანი დილა, მეორე მზის საუფლოში, მესამე სულის ჩამონაღვენთიეს ლექსები და მეოთხე კინტრიშის საბრძანებელში. ხოლო პროზაული ლამაზი ცხოვრების ფურცლები და ვაზის ღიმილი. ახლა რომ უნდა გამოსცეთ კრებული, რა უნდა დაარქვათ? ახლა ამას ამ კრებულს ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამოვცე როგორც რჩეული კრებული. აქ შეტანილი იქნება 2 პოემა, ერთი ვრცელი, ანაკლი ვრცელი პოემა და დანარჩენი რჩეული ლექსები. ვაპირებ, რომ ეს წიგნიც მაღალ დონეზე იქნას გამოცემული, როგორც სურათებით, ასევე გარეგნული მიმზიდველობითაც. ესე იგი მუშაობის პროცესში ბრძანდებით. ხო, კი, ვარ მუშაობა ხლა ვაპირებ. ბატონო გურამ, როგორც ვიცით, თქვენი ლექსების უმრავლესობა ეძღვნება მშობლიურ კუთხეს, დანდალოს. აი ერთი კარგი ლექსი რომ გითხრათ, ბარემ. ასე დამჯდარი გითხრათ. კარგი. მე მიყვარს ჩემი მშობლიური კუთხე, ჩემი დანდალო მით უმეტეს თავისი ისტორიული წარსულით და ჩემს ბავშვობაში რამდენჯერ გამოუსვლოა და ამ დანდალოს თაღიან ხიდზე მირბენია და მითამაშნია. სწორედ ამან ყოველივე ამან ჩემი ბავშვობის წლებმა, ჩემო ოცნებებმა შთამაგონეს, რომ დამეწერა ლექსი დანდალოზე. გისმენთ. მარად გაუქრობელო, ქარვა ბროლის ნათალო. ჩემო დედასოფელო, ვინ გიწოდა დანდალო? უფლის ხელით ნაქარგო, მინდორ ველო მზიანო, საოცნებო ალაგო, თახევ ჭიუხიანო. პრანგადან ნატყორცნი, დილის მზის შადრევანო, ხვავ ბარაქით დალოცვი, საბელავის მტევანო. საწუნპიას ნისლის ცვლით, თვალ და გულდანამულო, შენი მზით და თილისმით, ხარო დედულ მამულო, წარსულს ვუხმობ წამიერ, ფიქრთა ტალღა დაშლილი, თითქოს მრავალ ჟამიერს ღერის არსენაშლილი. მაგრამ ხიდთან თამარის
დიადი ეფინება შუქი ნახევარმთვარის ზის ნათელს ერკინება მოწვეთ სისხლად ქცეული ცრემლი მისხალი ანჯვით გულამღრეული გმინავს აჭარის წყალი ქედზე ლოდი გდებია ხარ ტანჯვა გამოვლილი მომწრე ქრისტეს ჯვრებია ნაჯვარებზე პოვნილი ჭიბონის დაკვრის გარეშე არც ერთი ქორწილი არ ჩაივლიდა. შესაბამისად, ბეჭიბონეებიც მრავლად იყვნენ სოფელში. დღეს მხოლოდ 50 წლის თემბურ არძენაძე აგრძელებს წინაპრების დაწყებულ საქმიანობას და ჭიბონის გაკეთების პარალელურად მუსიკალურ საკრავზე უკრავს კიდეც. გამარჯობათ ბატონო თემბურ. როგორ ძანდებით? ჩამოვჯდებით თქვენთან და ვუყურებთ და თან გავიგებ როგორ ამზადებთ ამ უნიკალურ ტრადიციულ მუსიკალურ საკრავს. მოგვიყევით, აბა, როდის დაიწყეთ ჭიბონის გაკეთება და ვინ გასწავლათ მისი მომზადება? პირველი ჭიბონი გავაკეთებია ალიზუსთან ზაქარაძეს. კარავაში. ძლიერი კაცი იყო, მაგარი კაცი იყო და მოკაშოეს კარგი ჭიბონის გამოუძიება. ის მე ვაშოირი მეზესთან დავდიოდი. აკაცონ ძლიერი ყვა და ძლიერი ჭიბონი იყო. ალგა ფუტრა. კაცი სწავლობდა და ჩემი მე ავდივდი და ვისწავლე, რა ვიცი. რამდენი წელია რაც უკვე ამ საქმიანობას ეწევით? ამ საქმიანობას ეწევი ბავშვობიდან ინტერესი მქონდა მოსწავლა. და ვაკეთებდი დერძნით დუნდგულას ვეძახით და ვაკეთებდი სალამურებს. მე მუშტზე მოვარგე და ისე ვისწავლები და ასე ვაგრძელე სწავლა. და აი რა ჭირდება ჭიბონის მომზადებას, გაკეთებას და რამდენ ხანში ასრულებთ ხოლმე, როცა დაიწყებთ მის გაკეთებას? ჭიბონის გაკეთებას ჭირდება ლერწამი. უნდა იყოს ხმელი 2-3 წლის რომ გამოვიდეს კარგი ენები ასეთ სუზახით. ეს ენებია ხო როგორც ვიცი? სუილა და მე აგი დედნები. გავაგრძელებთ კეთებას, გაჩვენებთ. დიდი დრო ჭირდება გაკეთებას, მე ყავის დამუშავებას, თხა უნდა დაიკლას, თხა გვალათ უნდა გაიხადოს. მე ბეწვის მოშორება, ბეწვი მოშორდება, გაშრეს უნდა დამუშავდეს უნდა ხელით და ასე. აგი უკვე დამუშავებულია ძველი არის 22-25 წლის ჭიბონი. აგი უკვე ახალ დამუშავარი, ახლა ეს აგი უკვე ახლა კეთდება და ეს არის პროცესში, ესე იგი. ახლა მუშაობდება, მაგრამ დამუშავებული არ არის აგი. რამდენ ხანში დაასრულებთ, როგორ ფიქრობთ? ჭირდება რომ დამუშავდეს აწყვეს თვენახევარი 2 თვე მაინც რომ იმას მისი პროცესი უნდა გაიაროს. ესე იგი საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. ძალიან ძნელი სამუშაოა ეს. და თქვენ თუ გინდათ რომ აი თქვენმა შთამომავლებმა ისწავლონ, იმიტომ რომ ფაქტიურად იკარგება ჩვენ და სამწუხაროდ მსგავსი მომზადების მეთოდები, ანუ ჭიბონის გაკეთება იყო დრო, მე როგორც ვიცი, ამ სოფელში ბევრი ამზადებდა, დღეს კი რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა. როგორ ფიქრობთ, საჭიროა რომ საჭირო არის და აუცილებელი არ უნდა დაიკარგოს ეს ძველი ტრადიცია. არის ქორწილების არ ჩატარდებოდა კამპანიები ქორწილებში, მაგრამ ყველა უკრავდა დედოფალი ჭიბონით მოყავდნენ, დავლით ჭიბონით, აკარდენით და ასე. პირველი აგია. ჭიბონი ქედიდან არის ამოსული რაჭაში
გუდასტვირი არის და ასე ამგვარად. ბატონო თემური, როგორც ვიცით, თქვენ ჭიბონის მომზადების პარალელურად უკრავთ კიდეც. კი ბატონო, უკრავთ ჭიბონს. კიდეც ვაცეკვებთ, მოცეკვავები გვყავს, ძველი ტრადიციული ცეკვა არის ასწავლი და ხემი და ვალიანი ვალიკო მასწავლებელი რომ არ დაკარგულიყო ჩვენ უკვე გავაგრძელებით და ახალგაზრდობას ვასწავლეთ დღესდღეობით. ხორუმს, როგორც ვიცი. როგორც ხედავ, გველოდებიან ბავშვები და მოდი გადავინაცვლოთ და თან დაგვიკრავთ, ნახავთ როგორ უკრავთ, თან ბავშვებსაც შევხედავთ როგორ იცეკვებენ ხორუმს. გამარჯობათ ბავშვებო. როგორ ხართ? კარგად, თავადაზრდები. მოგვიყევით, აბა რამდენი ხანია რაც ცეკვავთ და რამდენად გიხარიათ რომ ბატონი თემური ესე უკრავს ჭიბონს და თქვენ ცეკვავთ ხორუმს. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ეს ტრადიციული ცეკვა არ დაკარგულა და ჩვენ ეს ცეკვა აღვადგინეთ. ამ ცეკვა ჩვენ მინიმუმ 3 წელია ვცეკვავთ. გავდივართ შეჯიბრებებზე, რაც სოფელში ტარდება ცერემონიალები, ვიღებთ მონაწილეობას ცეკვავთ და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, მოხარულები. მეც ძალიან მიხარია რომ ასე წარმატებას აღწევთ და მჯერა რომ სამომავლოდაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ, ასახელებთ თქვენს კუთხეს. აი ხალხი სიამოვნებით ვნახავთ თქვენს მიერ შესრულებულ ხორუმს. ბატონო თემურ, მე ხელს არ შეგიშლით. ცეკვავენ და უფრთხილდებიან ტრადიციულ ცეკვა ხორუმს. მომავალი თაობა ჩვენ სოფელ დანდალოში ვიყავით, ეს სოფელი თქვენც უნდა ნახოთ.